საქართველოს უახლეს ისტორიაში ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა დღეს. გაიფიცა საქართველო, თქვენ ახლა კადრში ხედავთ სავაჭრო ცენტრ ქარვასლა, სადაც ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმრავლესობა შიგნით არსებული მაღაზიების არის გაფიცული და თქვენ ახლა კადრში სწორედ აი ამ სავაჭრო ცენტრის და მაღაზიების თანამშრომლებს ხედავთ. ბუნებრივია ჩვენ გავესაუბრებით აქ შეკრებილ ადამიანებს და ვკითხავთ დღევანდელი დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გვითხრათ დღეს გაიფიცა საქართველო გამაფრთხილებლად. კი ბატონო, თქვენ მაინც გითხარით. არ გსურთ საუბარი, კი ბატონო. მაშინ სხვა ადამიანებს გავესაუბროთ, თუმცა ხედავთ რომ მათ აქვთ ბანერები და საქართველოს და ევროკავშირის დროშები გამოტანილი სავაჭრო ცენტრ ქარვასლას შესასვლელთან. ბუნებრივია მათი მოთხოვნა არის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ასევე ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. დღეს არის საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე. გაიფიცა სრულიად საქართველო გამაფრთხილებლად. თქვენი მოთხოვნების შესახებ რომ რაც სუმაგას გავყირი, არა ლეგიტიმურ, არა აღიარებულ მთავრობას, არა პრეზიდენტს ბურთის თამაშიც რო არ შეეძლო. წინ ევროპისკენ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. აი ძალიან კარგ ახალგაზრდებს. აი უკვე ნერვები აღარა მაქვს ამათ შემხედვარეს. ეს არის თქვენი ყველა ახალგაზრდების მომავალი. ჩვენ ასაკოვნებით თქვენს გვერდით ავართ. წინ ევროპისკენ, არა რუსეთს, არა ცეცხლი მთავრობას. დიდი მადლობა, თქვენ უსმენთ ერთ-ერთ ქალბატონს. ახლა გავესაუბრებით ქარვასლას, სავაჭრო ცენტრი ქარვასლას დირექტორს. პირდაპირ ეთერში ვართ, ჩვენსკენ რომ მოგზანდეთ. დღევანდელი დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, თქვენ შემოვერთით უპრეცედენტო პროტესტს, რომელიც ახლა სრულიად საქართველოს მასშტაბით იმართება. დღევანდელი დღის მნიშვნელობა რომ გითხრათ თქვენთვის რა არის, როგორი მნიშვნელობის დღეა დღეს და ხო, თქვენი თანამშრომლების პოზიციაც საინტერესოა. ზოგადად ახლა როგორც ყველა მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვენს ვაპროტესტებთ იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდება და შესაბამისად ჩვენი ძირითადი მოთხოვნებიც ის არის, რომ გათავისუფლდეს პატიმრები, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და შესაბამისად რომ მოხდეს გარკვეული დეესკალაცია ქვეყანაში, აუცილებელია ჩატარდეს არჩევნები და აი ორ ძირითად მოთხოვნას ჩვენს უერთდები და შესაბამისად ამიტომაც ვართ აქ ჩვენს და ამიტომ უერთდებით ამ აქციასაც. დიდი მადლობა, თქვენ უსმენთ სავაჭრო ცენტრ ქარვასლას დირექტორს. აქ აქვთ ბანერები მოტანილი, ჩემს ოპერატორს ბესოს თხოვ კადრში გაჩვენოთ თავისუფლებისთვის და მომავლისთვის წარწერებით. პირდაპირ ეთერში ვართ, კითხავთ დღევანდელი დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. გაიფიცა გამაფრთხილებლად საქართველო. დღევანდელი დღის მნიშვნელობა რომ გითხრათ და თქვენი მთავარი მოთხოვნები რა არის? ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, როდესაც ყველა ერთ აზრზე ვართ, მით უმეტეს ასეთ დროს და რა თქმა უნდა ჩვენი მოთხოვნაც არის ისევე როგორც ყველასი, რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ეს მთავრობა აუცილებლად უნდა წავიდეს. არ უნდა ხალხს და ამით ყველაფერი ნათქვამია, რომ ბოლოს უნდა წავიდეთ. დიდი მადლობა. უკაცრავად შიგნით რომ შევიდეთ, თუ რა გქონთ ნებას და ვაჩვენოთ პირდაპირ ეთერში ვართ მაყურებელს რა ვითარება შიგნით. ბესო გამომყევი, მე ახლა გაჩვენებთ პირდაპირ ეთერში ქარვასლას, სადაც მაღაზიების უმრავლესობა არის გაფიცული. გარკვეული ნაწილი, კი ბატონო, ასე ვთქვათ, ბესო რომ გამომყვე. აი ხაფუაუს ბიბლუსი არის დაკეტილი. აი ბიბლუსი ვაჩვენოთ ბესო მაღაზია, წიგნის მაღაზია ბიბლუსი არის დაკეტილი და გაფიცული. თითქმის ყველა დაკეტილი არის, თითქმის ყველა სტენდი არის დაკეტილი. PSP იყო გაფიცული, მაგრამ 3 საათი ვერ მოახერხეს და გარკვეული დროით მოახერხეს, მაინც ხალხი არის და ხალხს სჭირდება წამლები. აქეთკენ არის ICR კორპორაციის მაღაზიები, რომელიც შეგვიძლია, კი ბატონო, რომელიც შეგვიძლია ვნახოთ და რომელიც ასევე შეუერთდათ. ეს როგორც იცით, ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილება არის და ყველამ თავისთვის მიიღო გადაწყვეტილება. აქედან თუ ნახავთ, აღნიშნული მაღაზიები სულ დაკეტილი არის თავიდან ბოლომდე. როგორც გითხარით, ოფისების დიდი ნაწილიც დაკეტილი არის და გამოსულია. ეს არის თანამშრომლები შიგნი არიან, სამწუხაროდ გარეთ არ გამოსულან და შიგნი არიან. კი ბატონო, ეს მაღაზიაც არის გაფიცული, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, გაფიცული არიან და კი. დაახლოებით გამობაში ყველას დაკეტილი ექნება. დაახლოებით რამდენი მაღაზია შემოვერთდა დღევანდელ გაფიცულს? ზუსტი ციფრი არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ის ორგანიზებული არ იყო ეს და ყველას ინდივიდუალურად ხდებოდა, მაგრამ უმეტესმა მაღაზიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაკეტილი იყვნენ. ეს ინდივიდუალურად
მოხდა. მეორე სართულზეც იგივე სიტუაცია. მეორე სართულზეც კი გარკვეული მაღაზიები იქაც დაკეტილია ეს დიახ. კი ბატონო, აი ასეთი ვითარებაა ქარვასლაში, დახურულია მაღაზიების უმრავლესობა უბრალოდ გაფიცულია. დიდი მადლობა თქვენ ჩვენი სტუმრობისთვის. ბესო, გავიდეთ ისევ გარეთ და გავესაუბროთ მოქალაქეებს. უმრავლესობა ქარვასლაში მაღაზიების არის გაფიცული. თანამშრომლები არის დგანან ქარვასლას შემოსასვლელ კიბეებთან, სადაც უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები და ასევე ბანერები მათი მოთხოვნის შესაბამისად. ისინი ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და ბუნებრივია ივანიშვილის რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. აი ფაქტობრივად სტენდები სულ ცარიელია. გარკვეული ნაწილი უბრალოდ რამდენიმე ერთ სტენდზე მუშაობს, მხოლოდ როგორც ვხედავ, ერთი სტენდი მუშაობს. ფაქტობრივად მთლიანად ცარიელია. აქ გავიდეთ ისე გარეთ ბესო და გავესაუბროთ მოქალაქეებს. ბუნებრივია დღევანდელი გაფიცვა იყო ნებაყოფლობითი და კონკრეტული მაღაზიები მას სურვილის შესაბამისად შეუერთდნენ. აქ კი გაჩვენებთ რა ვითარებაა, რამდენი ადამიანია გარეთ. ეს ყველა ადამიანი არის კონკრეტული ობიექტების და მაღაზიების თანამშრომლები. ბესო კადრში ვაჩვენოთ თანამშრომლები, რომლებიც გაიფიცნენ და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. 3 საათიდან 6 საათამდე იქნება ეს პროტესტი, გამაფრთხილებელი გაფიცვა, როგორც თავად ამას აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ. პირდაპირ ეთერში ვართ და გაგესაუბრებით თუ შეიძლება და გექნებათ ჩვენთან საუბრის სურვილი. თქვენი მთავარი მოთხოვნა რა არის და რამდენად მნიშვნელოვანია ახლა სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს ბუნებრივია და სოლიდარობა ერთმანეთთან, რაც თავარია და ერთიანობა. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ჩვენი ერთიანობა, ეს გაერთიანება, რომ გამოუშვან ის პატიმრები, რომლებიც უსამართლოდ დააპატიმრეს და ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. ბატონო, დიდი მადლობა. თქვენ უსმენდით ერთ-ერთ გაფიცულ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახლა ნამდვილად სოლიდარობა და ერთიანობა ქართულ საზოგადოებაში, ვინაიდან იმ ერთიანობის იმ ქართული ხალხის ერთიანობის ყველაზე მეტად ეშინია ქართულ ოცნებას, არალეგიტიმურ ხელისუფლებას. აი ხედავთ თქვენ რომ აქ სასტონები აქვთ მოტანილი აქ შეკრებილ ადამიანებს, ეს არის მათი პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა. მე კიდევ ვეცდები გავესაუბრო აქ შეკრებილ ადამიანებს. ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთიანობა, ბუნებრივია და დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. გაიფიცა საქართველო, გამაფრთხილებელი გაფიცვა ეს. თქვენი პოზიცია რომ გითხრათ ამასთან დაკავშირებით და თქვენი მოთხოვნა. ო, რა თქმა უნდა, ხა დღევანდელ დღეს არ ვიცი რო არ გაიფიცო და რა სიტყვა რო არ აღიმაღლო, არ ვიცი ეს როგორ შეიძლება. ისეთ უსამართლო ქვეყანაში ვერაფრით ვერ ვიცხოვრებთ. მე ჩვენი ახალგაზრდები მეცოდებიან, როგორ ცემეს, როგორ usამართლოდ ჩააგდეს, ხო, ციხეებში. და ჩვენ ამიტომაც აი ჩვენი ახალგაზრდების გვერდით უნდა ვიდგეთ. აი სანამ ეს მთავრობა არ შეიცვლება, ხო აი ალბათ ყოველ დღე დავდივარ თითქმის მიტინგებზე და ესე გავაგრძელებ აუცილებლად, სანამ ეს მთავრობა არ დასრულდება და სანამ სამართალი არ იზეიმებს და რა თქმა უნდა ეს რეჟიმის ტყვეები პირველ რიგში ისინი უნდა განთავისუფლდნენ აუცილებლად. ევროპისკენ. უღრმესი მადლობა. წინ ევროპისკენ და უნდა გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები, ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. დღევანდელი გაფიცვის მოთხოვნებით ზუსტად არის ეს. აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ იმასაც, რომ ყოველ დღე რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და უერთდებიან იმ მთავარ პროტესტს და მოთხოვნებს, რაც ქართულ საზოგადოებას ბოლო 50 დღის განმავლობაში უკვე აქვთ ხედავთ თქვენ რომ აქ იმყოფებიან ისევ ადამიანები, არიშლებიან და აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ კრიზისს და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. კიდევ გავესაუბროთ, საინტერესო იქნება ყველას პოზიცია ბუნებრივია აქ შეკრებილი ადამიანების. პირდაპირ ეთერში ვართ და აუცილებლად უნდა გკითხოთ. თქვენ გაფიცული ხართ ამ შემთხვევაში, ეს გამოიწვია ქვეყანაში არსებულმა კრიზისმა და პოლიტიკურმა ვითარებამ. ხო, თქვენი მოთხოვნები რომ გითხრათ და რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე? დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.
სრულიად უერთდებით საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც საგადმოვაზროვნეა დღევანდელ თაობას არანაირი ბმა არ აქვს ქართულ ხალხთან. მე მანწავს იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვეთ, გავანთავისუფლეთ პოლიტპატიმრებს და სრულიად საქართველოსაც დავიხსნით. ეს აუცილებლად მოხდება. აი ამ ახალგაზრდებს ვერავინ და ვერასოდეს ვერ დაამარცხებს. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც ფიზიკურად ვერაფერი ვერ შევძლებთ და ვერაფერი ვერ შევქმნით ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობას, მაგრამ ეს თაობა იმას იზამს, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ. ეს უეჭველი მოხდება, ეს ფაქტია, ეს აქციაა და ეს თავრობა აუცილებლად უნდა წავიდეს. რეგარეში არჩევნები, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლება და წინ ევროპის კით. როგორ ფიქრობთ, ქართული ოცნება ახლა იღებს ან გაიგებს ხალხის ხმას, ვინაიდან მათ ყოველთვის უჭირთ თვლა ადამიანების და ამბობენ, რომ რუსთაველზე ყოველთვის არის 200-300 ადამიანი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ეშინია ქართულ ოცნებას ხალხს? ეშინია. ქართული ხალხისაც ეშინია. გარესამყაროდანაც ძალიან დიდი ზეწოლა მოდის უახლოეს თვეებში. მე ასე ვფიქრობ და მათ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თავრობა რიგარეში არჩევნებს დანიშნავს. ეს უეჭველი უნდა მოხდეს. სხვაგვარად შეუძლებელია ეს ხალხი სახლში აღარ დარჩება. ჩვენ ვართ გარეთ, ჩვენ ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის. ეს ასე მოხდება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც სავაჭრო ცენტრ ქარვასლასთან არის გაფიცული. აქ არის საკმაოდ ბევრი ადამიანია, მე მინდა გითხრათ, აი აქ თქვენ მხოლოდ ნაწილს ხედავთ ადამიანების, ჩვენ ზურგს უკანას დგანან ადამიანები და თანამშრომლები სავაჭრო ცენტრ ქარვასლასი და ბესო ვაჩვენოთ ეს ადამიანებიც